სვანეთის თემით ვაგრძელებთ გადაცემას ამჯერად ადგილზე არსებულ ვითარებაზე სასტუმრო ფალიანის დამფუძნებელთან ეკატერინე გველესიანთან ვისაუბრებთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ეკა, მოგესალმები, მადლობას გიხდი თქვენი დროისთვის. როგორია დატვირთულობა სასტუმრო ფალიანში? როგორ შეხვდა ზამთრის სეზონს სასტუმრო შეცვლილი ტურისტული სეგმენტის გათვალისწინებით? მოგესალმები, ანუკა, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მე ჩემი კოლეგისგან განსხვავებით ვერ ვიქნები ასეთი ოპტიმისტი, იმიტომ რომ ბევრად უფრო სიღრმისეულად ვარ ტურიზმის სფეროში და ბევრად უფრო ხანგრძლივად ჩართული და იმაზე საუბარი, რომ ჩინური ბაზრით დაბალანსდა ევროპული სეგმენტის შემცირება არის მინიმუმ არასწორი, იმიტომ რომ მხოლოდ დატვირთულობის მიხედვით მსჯელობა ძალიან მარტივი არის, ასე ვთქვათ და ძალიან ბევრი სხვა კომპონენტი არის ტურიზმში და მხოლოდ დატვირთულობით მოკლედ მსჯელობა არ არის სწორი. რაც შეეხება სასტუმრო ფალიანის დატვირთულობას, როგორც უკვე მანამდე შევაფასეთ, ზაფხულის სეზონი იყო საკმაოდ დატვირთული. ზამთრის სეზონს რაც შეეხება, იგივე პრობლემები გვაქვს სახეზე, წეღან ვიხსენებდი, ესე იგი, სასტუმრო ფალიანი გავხსენი 2022 წელს. მეხუთე წელია თქვენს ეთერში ისევ იგივე პრობლემებზე ვსაუბრობ, ისევ ელექტროენერგიის პრობლემაზე, ისევ გზა, ისევ გაზიფიცირება რომ არ არის და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე არაფერი არ უმჯობესდება, მაშინ, როდესაც სვანეთი არის გამორჩეული რეგიონი, გამორჩეული პოტენციალის მქონე და ფაქტია, ეს უკვე ძალიან ცალსახად ფაქტია, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გაუმჯობესდეს და ეს პოტენციალი სვანეთის იქნას ათვისებული. მეხუთე წელია მოკლედ ისევ დენის პრობლემაზე ვსაუბრობთ და ელექტროენერგიის პრობლემა ახსენეთ და გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე რეგიონში, როგორც ვიცით, ეს ყოველდღიურობაში საფერხებს სასტუმრო ბიზნესს და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვაინტერესებს აი 2025-6 წლის ზამთრის სეზონზე, მოკლედ აი თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები და მათ შორის რამდენად არის საუბარი ამ თემაზე და ამ პრობლემის აღმოფხვრაზე გარკვეულწილად, თუნდაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, რამდენად არის რაიმე ხელშესახები, ნაბიჯების გადადგმის, ასე ვთქვათ, სურვილი ყოველ შემთხვევაში. აი ამ ნაწილში რაიმეს ხედავთ თუ არა, თუნდაც თანამშრომლობის, კერძო სექტორთან თანამშრომლობის ნაწილში, რაც ყოველ შემთხვევაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიზნესს სჭირდება. გათიშვების კუთხით ისევ ხშირია გათიშვები, როგორც წინა წლებში. რაც შეეხება ადგილობრივ მთავრობასთან ბიზნესის თანამშრომლობას, ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე გაუმჯობესებული არის ამ კუთხით. მათი ეს პოზიცია ახლა ბოლო პერიოდის გაშღერებული თითქოს მაინინგის მომატების გამო დაიწყო ელექტროენერგიის წყვეტა. ეს რაღაც არ გავს სერიოზულ განცხადებას ასევე, იმიტომ რომ შეუძლებელი არის, რომ ყოველ ზამთრის სეზონზე, როდესაც ტურისტული ნაკადები შემოდის სვანეთში, აი ზუსტად აი ამ დროს ითიშებოდეს, ზუსტად ამ დროს ხალხი იწყებდეს მაინინგს. ანუ ეს მაინინგი თუ მიმდინარეობს, ეს ხო რაღაცა მუდმივი პროცესი უნდა იყოს, მაინც და მაინც ამ ტურისტულ სეზონს ელოდებიან, რომ ჩართონ მაინერები, ну ეს ხო სასაცილო არის. და რაც შეეხება იმას, რომ მოსაწესრიგებელი არის ელექტროგადაცემები და ეს ძველი ინფრასტრუქტურა ელექტროენერგიის, ну ესეც ფაქტი არის და ისიც ფაქტია, რომ არც ადგილობრივ მთავრობას, არც ცენტრალურ მთავრობას ამ მიმართულებით არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია. შესაბამისად, თანამშრომლობაზე საუბარი ალბათ ვერ გვექნება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენს ამ პრობლემას არ ითვალისწინებს მთავრობა. პირიქით აქეთ, ასე ვთქვათ, ჩვენ მოსახლეობისკენ იშორენ ხელს და ახლა თურმე მაინერების ბრალი ყოფილა. წინა წელს სასტუმროების ბრალი იყო, თუ გახსოვთ, მესტრის მერის ბრალდება ჩვენს მიმართ და მოკლედ ასე ყოველ წელს რაღაცის ბრალი არის, ამ ვიღაცის ბრალი არის, მაგრამ არასოდეს არ არის მთავრობის. ეკა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? თქვენ წლებია უყურებთ ადგილზე არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს, ჩვენ მათ შორის ადგილზე გაკეთებული განცხადებები მოვისმინეთ და თქვენც ახსენეთ, რომ თუ მაინერების პრობლემაზე ხდება აქცენტი ყოველ შემთხვევაში წლევანდელ ზამთრის სეზონზე და ისინი ამბობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მაინერები თუ არ გაითიშა, სვანეთი გამრიცხველიანებასთან არის ძალიან ახლოს. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს განცხადება და ასეთი განცხადებებით რეალურად შეიძლება თუ არა იმ პრობლემების მოგვარება, რომელთან გამკლავებაც სექტორს ყოველდღიურად უწევს? ეს ჩემთვის გაუგებარი არის, თუ თქვათ ეს მაინერების პრობლემა არსებობს, თქვათ
ჩემი გამოცდილება, ჩემი ბიზნეს ოპერირების 5 წლის განმავლობაში და მანამდე კიდე რაც თავი მახსოვს ეს მაინინგის პრობლემა მესმოდა. ამდენი წლის განმავლობაში როგორ ვერ მოხდა ამის აღკვეთა, როგორ ვერ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები, რომ თქვათ აღმოეჩინათ დამნაშავეები და გაეთიშათ ეს მაინერები. ესეც ხო ცოტა უცნაური არის, ანუ თუ ეს არის პრობლემა, მაშინ რატომ არ ხდება ამ მიმართულებით რაღაცა ზომების მიღება? ფაქტია, რომ ეს ჩანს, რომ უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არის, რომ რეგიონი განვითარდეს ტურისტულად, მეტიც რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ზომა არის მიღებული იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. მაგთან გამომდინარე, არც ვიცი რა შეიძლება რომ იყოს გამოსავალი, როგორ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ანუ გამოსავალი იქნებოდა ის, რომ სახელმწიფო იყოს აქტიურად ჩართული ბიზნესის დახმარებაში, რომ განვითარდეს რეგიონი. ეს ჩართულობა სამწუხაროდ არ არსებობს და მხოლოდ მცირე ბიზნესის ძალებით რაღაც განვითარებაზე საუბარი სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე არ მოგვიტანს რაიმე ესეთ დამაკმაყოფილებელ შედეგს. ეკა, ერთსაც გითხავთ, მიღმა ელექტროენერგიის პრობლემისა, რომელიც ყოველ წელს არის, ასე ვთქვათ, სვანეთში, რა არის სხვა გამოწვევები, მათ შორის ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ზამთრის სეზონზე რამდენად მარტივი იყო, თუნდაც გადაადგილება სვანეთში, რამდენად იყო ინფრასტრუქტურა მზად სეზონისთვის, აი ამ ნაწილში ხომ არ გქონია გამოწვევები მიმდინარე სეზონზე? რა თქმა უნდა, ამ ნაწილშიც ჰქონდა გამოწვევები, გამახსოვრებათ, ალბათ გზა რამდენჯერმე გადაიკეტა დიდთოვლობის გამო, გზის გარდა თვითონ შიდა გზებიც, რაც ჩემო კოლეგამ ახსენა მანამდე, ესეც სერიოზული გამოწვევაა და ამ კუთხითაც არაფერი გაკეთებულა წინა წლების შემდეგ. და ამის გარდა ის, რომ არ არსებობს თქვათ, მაღალი სტანდარტების მქონე სამედიცინო პუნქტები, სამაშველო, სახანძრო და ასე შემდეგ სამსახურები, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა არის კურორტისთვის, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე თავის ადგილს იკავებს და იმ ფონზე, რომ ესე ვიღებთ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ტურისტს და ვხვდებით იგივე პრობლემებით, რაც წინა წლებში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. ელექტროენერგიის საკითხს რაც შეეხება, ანუ ის ფაქტი, რომ მე რეგიონი არ არის გაზიფიცირებული და ამის გამო ბუნებრივია, რომ ეს ყველა ობიექტი, სასტუმრო იქნება თუ რესტორანი, ელექტროენერგიის მოხმარებაზე არის ზამთარში, სხვა გზა უბრალოდ არ არის, ანუ რითი შეიძლება რომ გავაწყოთ. გაზიფიცირება იქნებოდა გამოსავალი და უბრალოდ მინდა გავიხსენო, რომ 2018 წელს ჯერ კიდევ ჩემი სასტუმროს მშენებლობის პროცესში რო ვიყავი და აი ამ გათბობის საკითხზე რომ რაღაც მსჯელობდით როგორ შეიძლება ეს გადაგვეჭრა, მაშინ მესტის სხვა სასტუმროებთან ერთად განცხადებით მივმართათ ეკონომიკის სამინისტროს რაღაც 10-12 სხვა სასტუმროს დირექტორის ხელმოწერით, სადაც ვთხოვდით გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით მათ ჩართულობას და მაშინ 2018 წელს მივიღეთ პასუხი, ალბათ ნათია თურნავა იყო თუ არ ვცდები მინისტრის მოადგილე და მისგან მივიღეთ პასუხი, რომ რამდენიმე 2-3 წელიწადში ეს პრობლემა იქნებოდა მოგვარებული და ახალ გზასთან ერთად, რომელიც უნდა დაგებულიყო გაზის ინფრასტრუქტურაც, ან გაზის მილებიც, მოკლედ ამ ახალ გზასთან ერთად იყო გათვალისწინებული და 2-3 წელიწადში ეს პრობლემა იქნებოდა, ორივე პრობლემა იქნებოდა მოგვარებული გათბობისაც და გზისაც. 2026 წელია, 8 წელი გავიდა და არც გზა დაგებულა, არც გაზიფიცირება მომხდარა და როგორც ვთქვი, იგივე პრობლემებით ვხვდებით ყოველ ახალ წელს. ასეკებია. მადლობა ეკა ტრადიციულად საინტერესო აქცენტებისთვის, საინტერესო ინტერვიუსთვის, როგორ მიმდინარეობს სეზონი სვანეთში და რა გამოწვევები აქვს ბიზნეს ადგილზე, სასტუმრო ფალიანის დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი იყო ჩვენი სტუმარი.